მოკლედ რომ თქვათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების უცვლელი კაპიტანი 17 წლის უწყვეტი თამაშის შემდეგ გუნდს ტოვებს, რაც ჩვენს ფეხბურთში ფაქტობრივად ერთი უდიდესი ეპოქის დასასრულს ნიშნავს. მაშასე, პირველი, როდის და როგორ ვემშვიდობებით კაპიტანს? გურამ კაშიას გამოსამშვიდობებელი მატჩი 2 ივნისს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება. აბა წარმოიდგინეთ, მანამ 17 წლის განმავლობაში ეროვნულ გუნდში თითქმის 130 შეხვედრა ჩაატარა. ეს ხომ უნიკალური რეკორდია, მართლაც წარმოუდგენელი საფეხბურთო მარათონი. საინტერესოა, რა არის ამხელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის საიდუმლო. გადავიდეთ შემდეგზე, მეორე. საერთოდ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მაინც და მაინც ახლა? როგორც ირკვევა, წასვლის მთავარი მიზეზი სწორედ ამ ხანგრძლივი მარათონის შედეგია. ფიზიკური დატვირთვა და ტრაუმები, განსაკუთრებით კი წელის მუდმივი ტკივილი. თუმცა, კარგ ამბავსაც გეტყვით, კაშია ფეხბურთიდან არსად მიდის. ის სამომავლოდ მწვრთნელობას ან სულაც საფეხბურთო მენეჯმენტში ჩართვას გეგმავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოედნის მიღმა რა უფრო გამოუვა, ტაქტიკოსობა თუ მენეჯერობა? და ბოლოს, მესამე, რა ელის თავად ნაკლებს კაპიტანის გარეშე? მთავარ მწვრთნელს, ვილის სანიოლს, ახალი კაპიტანი ჯერ არ დაუსახელებია. ახლა მთელი ყურადღება ისრაელისა და ლიეტუვას წინააღმდეგ მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებზეა გადატანილი. შემოდგომასა კი, ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სანიოლისთვის ახალი იდეების გატესტვასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიჭების ფსიქოლოგიური მიდგომის გაუმჯობესება. ნეტავ, ვინ უნდა იყოს ის შემდეგი ლიდერი, რომელიც გუნდს მოედანზე გაუძღვება? საბოლოო ჯამში, კაშიას წასვლით ნაკრებში ერთი დიდი ისტორიული თავი იხურება, თუმცა გუნდი ახალი კაპიტანის ძიებასა და ერთა ლიგის გამოწვევების მზადებასა უკვე აქტიურად იწყებს.